2024 წელს აი აგვისტოს თვეში მან დაწერა ასეთი ლექსი, რომლებიც ეხება სამ პოეტს და ამ ლექსს ქვია ლომების სამება. ნახეთ, დღეს პოეზიის ქალაქი თბილისი. მდარე ლექსებმა წალეკა. მაგრამ ღვთისნებით ხვალ თუ ზეკ იმედის ზარიც დარეკავს, სამი ლომია ქალაქში, ორი ძუ ერთი ცხადია, თავიანთ ბუნაგებიდან ზოგჯერ ასტრალში გადიან. სოლოლაკს იკა განმგებლობს, მუხიანს მკვიდრობს დარეჯან, ნაძალადებს კი მარსიან მდგმურობით მდგომიარე ჩანს. იკა თუ გადაგიძია, ლომთაძე გახლავთ დარეჯან, ხოლო მარსიან არიელ გვარსახელს მიღმა მდგარე ჩანს. ჰეი ლომებო ქალაქი დამძიმებულა ავდრებით და პოეზიის სავანებს შემოსევიან აფთრები, ტურებით შემოსევიან გაისმის აფთარ ტურული, ჩხავილ ხორხოცი უგვანი ავანგარდ ავანტურული. ჰეი ლომებო ჟამი დგას, ცეცხლით გავაპოთ უკუნი, მათი გნიასი ჩავახშოთ ლომული ბდღვინვა ბუხუნით, მორჩეს უხამსი მგოსნებით, კითხველის ტანჯვა წამება და პოეზიის ძლავრ ზარებს რეკდეს ლომების სამება.